ის ნაწილია, რომელიც უნებართვით გადაწყვეტილების მიღებამდე დაანგრიეს. სულარა თელი სახლი თუ არა სამივე კოშკი მაინც უნდა გვერდით ფასადები. სვეტის თავი, ენტაზისი, ფრიზი, კარნიზი და რა თქმა უნდა, ყველა იმ დეტალისაგან, აი ერთი კარნიზი და კიდევ მეორე კარნიზი, მათ შორის განათლებაა და თავზე ესეთი წმინდანი თუ აქვს, შარავანდები დაადგება. თლიანად არის ახალი, ასე თქვათ, არქული შეაზრება. მეორე არის ის, რომ გამოტოვებული არის ჩვენი ისტორიული ბედმომართობის გამო ბევრი რამ. განსაკუთრებით აი ეს საუკუნეები, როდესაც ევროპა რენესანსს აკეთებდა, ბაროკოს აკეთებდა, როკოკოს აკეთებდა, აი როგორი შეიძლებოდა გონებრივი შემოქმედებითი მხატვრული რეკონსტრუქცია იმ ეპოქისა, ეს არის რაღაცა ბაროკოს ასოციაციები, ეს გოთიკის ასოციაციები, ხო არქიტექტორი ხარ და დამატებითი ძალისხმევა არ მჭირდება. ეს მეორე. მესამე მომენტი, ვერდის ეპოქა. სიმბოლოებს და მეტაფორებს თუ ისე პატივსცემდა თუ არა და მაშინ ჩვენ წარმოადგენთ უბრალოდ არტეფაქტს ის რაც სახეზია და როგორიც არის. თუ ისე მეტაფორების და სიმბოლოების სივრცეში გადავალთ, საქმე არის ვერდის ეპოქა მეთქი ოქროსაწმისის ეპოქა, ვეფხისტყაოსნის ეპოქა და თანამედროვე შემოქმედება. ქართული სახელმწიფოებრივი სამი კულტურული ეტაპი. ერთი პოლიტიკური ეტაპი, მiriam მეფეების დაარაიზრახებოდა სხვა ენა, გარნა ქართულისა და ქართული და მეორე კულტურის ისტორიის, ქართული კულტურის ისტორიის სხვა ეტაპი. პირველად მოხსენებული არის ორი არმონავტების რიცხვი, როცა მედია და იოზონის სამბატო დაკავშირებით ეს საერთოდ აი ამასთან დაკავშირებით. საინტერესოა სულ ჩიხში რომელსაც არ აქვს რაღაცა გაგრძელების, განხილვების მომენტი, როგორც ვანდერროეს ქონდა, ხო? ნუ აი სიგრენ ბილდინგი გაკეთდა, ბუნებრივია და ნაკლებად მსოფლიოს და შუშის არქიტექტურის ინკოგნიტო, ასე ვთქვათ, თუმცა არა ინკოგნიტო, არამედ სულად ცნობილი თანაავტორი არის ვანდერროე. ვინც არ უნდა გააკეთოს საერთოდ შუშის შენობა, თუ რაიმე სხვა რაღაც არ შეიტანა მასში, ძალიან ძნელია. გაუდის საგრადა ფამილია არის კოლნის ანალოგი. იღებს ამ კოლნის ტაძარს და აკეთებს თავისი აი მორი შპილით, რომელიც ხილის და დაწნილების სიმბოლოა და 100 პროფესიონალი მოქანდაკე ეხმარება. ეს არის დაუხარჯავი ფორმა, ეს სულ არაფერი არ იყოს დაუხარჯავი ფორმა. პოლ ვალერის ამ დაუხარჯავი ფორმაზე აქვს ნათქვამი. ესე იგი, ახალი ფორმა, გამოუყენებელი ფორმა.
არის საზრისის ტოლფასია და საზრისი ვიცით რაც არის ჭეშმარიტება ფილოსოფიური ადრე შეიძლება იყოს პლატონის ასე თქვა კონცეფტები ციური და ეს ფილოსოფიაში და თეოსოფიაშიც მოქმედებს არადულ ღირებულებათა რაღაც გარკვეული საუნჯი არის ეს როგორც დაუხარიდავი ფორმა ერთის მხრივ საერთაშორისო კულტურული ღირებულებათა სისტემის ნაწილია და მეორეს მხრივ მასში მეტაფორული სისტემა არის ქართული ისტორია და ქართული ხელოვნებიდან ჩადებული მეორება. მესამე, ადამიანმა, უბრალოდ მოძღვარმა 20 საუკუნეში, 21 საუკუნის ზღურბლზე, არა დაფასთან, არა კომპიუტერთან, არამედ ნატურაში გამოძერწა ეს ყველაფერი, ნიშნავს იმას, რომ მან ხუროთ მოძღვრობის ინსტიტუტი აღორძინა საკუთარი ხელით გააკეთა. ეს მართლა ერთადერთი შემთხვევა არის საკუთარი ხელით გაკეთებისა და თქვა მოქანდაკეების დახმარებისა, რომელსაც გარდა გამოუყენებლობისა, როგორც კომპოზიცია. ეხლა თუ გადავალ ჩვენ იმაზე, რომ რას წარმოადგენს, მოგწონს თუ არ მოგწონს, ჯერ იმაზე ვლაპარაკობ. ტიპოლოგიის თვალსაზრისით ამ ტიპოლოგიის შენობას არ იცნობს. ეხლა თუ ვილაპარაკებთ ამ კომპოზიციაზე, რა თქმა უნდა, კონფესიაზე არა. არის საერო ღირებულებებზე. თვალწინ ჩვენ გვაქვს რაღაცა სამი კოშკი, რომელიც ჩვეულებრივ ასოციაციებს იწვევს ქრისტიანულ ქვეყანასთან. სამი. მართალია არა კონფესიური ტაძრისაა, მაგრამ სამთან არის დაკავშირებული. თითოეული მათგანი გავს მოგაგონებს რაღაცა თაიგულს, მოგაგონებს რაღაცა დღეს. აი 60-ის სიცოცხლის და შემოცნების და სხვა ფერები. ესე იგი, მიიღე მთელი რაღაცა მითოლოგია, ერთდროულად გარკვეულწილად დემითოლოგიზაცია მისთან ასე ბრძოლა, მეორეს მხრივ იმ ნიშის შევსება, რომელიც ვერ შევავსეთ შემოტევების გამო, ისტორიული პედაგოგების გამო, შახაბაძის, მონღოლების, ამისი, რუსეთის, მერევისა ვერ მოასწროთ, რომ ქართული არქიტექტურა, როგორც ქართული რიჩიერია და რა თქმა უნდა, მსგავსი პრეცედენტები იქნებოდა და ამის გაკეთება შეიძლება აზრიც აღარ ქონოდა თუ რამით განსხვავებული არ იქნებოდა. ფილოსოფია იმან თავისი ინტერპრეტაციით ამას არ გაიმეორე, რატომ გაიმეორე? მაგრამ გიბიძგებს ზუსტი ტერმინია. შენ გიბიძგებს, რომ ექსკლუზივი გააკეთო. ეს ძალიან შემოქმედების ნათქვამია. აი ეს ჩვენი საუბარი ამ ნათქვამის მოსმენაც ნამდვილად გიბიძგებს ექსკლუზივის საკითხი, პერსონალური საკითხი. მე დავარქვი ძაფრად ჩიხში შესულა, ესე იგი მას რო არ ეკნება. ეს რაუდი ნებრივია. ეგრე გაძლევს ფანტაზიის გახსნის საშუალებას. ხელოვნება უნდა იყოს კიდევაც ჩიხში შესულა. აი ავტოვარაზე, ფიროსმანი არის ფიროსმანი. როგორც კი მიბაძა ფიროსმანი, გახდები თუნჩი არ ხარ პლაგიატი. თუ არ გინდა რომ გააკეთო, ნებრივია შენ ხედავ. რა უნდა გავაკეთო ამისთან? ლუის კანს აქვს საერთოდ საყვარელი ლუის კანს მემორიზმის მასალა ბავშვებს. ტრადიცია არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას განვშტვრიდო, თუ ჩვენს მიერ შექმნილი და რა დარჩება მომავალში. აი ეს ჩვენი ტრადიცია, რომელიც ყველასაკ და ჩვენი ტრადიცია, ის გაძლევს საშუალებას, თუ ის დარჩა, დღეს რა უნდა გააკეთო დარჩეს. და ბუნებრივია, ახსენდება ილიას ბედნიერიელი. ილიასგან ძალიან შორსავარ ბედნიერი წყალშორის ბუნებრივია, მაგრამ მე მგონია, რომ უვიცობამაც, ვერ წაკითხვამაც, ვერ გაგებამაც და სულ რაც მთავარია, ეს იქნება პრეცედენტი. აქ ელიტური საცხოვრებელი სახლის აშენება იქნება პრეცედენტი, რომ ჩვენ მივიღებთ ძველი თბილისის მორი ახალ სიცოცხლეს. მივიღებთ 21 საუკუნის ბოლომდე. უკვე არა ჩვენი მოძმერის მდიდარი სოფლებით დასახლებულს, ხსენებათ რომ ეს ყოველთვის საუკუნეში ძირითადად სომეხა შეძლებელმა ადამიანებმა დაიდეს ბინასოლოგში გააკეთეს, არამედ ნებისმიერი ჯური, ვისაც აქვს ფული, აბსოლუტურად სულერთიანი, ეს იქნება ქართველიც, ინგლისელიც, მანგლისელიც, აი ეს არის გლობალიზაცია და ის კალენდარი, რომელსაც ვერ შევეცინააღმდეგე. ეს არის რეალური პოსტმოდერნიზმი და თუ პოსტმოდერნისტი ხარ, მაშინ საბოლოო დასკვნის ასე თქვათ გაკეთებას შენც არ უნდა ჩქარობი. ამიტომ მე არ ვაკეთებ საბოლოო დასკვნას. უბრალოდ ყველაფერმა ამან გადამიყვანა კიდევ ერთხელ პოეზიის და პოეზიასთან ერთად ანალიტიკოსის როლში. ისინი ძალიან ხშირად ცვლიან ერთმანეთში ადგილებს. პოეტი, ანალიტიკოსი, პოეტი. პოეზიიდან ფილოსოფია შორს არ იყო და ალბათ ეს ყველაფერი არის მაინც მიღაბია, მაინც საფარველია აი ეს უკან იდარება ძალიან გავრაზებული ადამიანით.
ძალიან გულნათქენი ადამიანი, რომელსაც ეს შეხვდა და გადახვდა, მაგრამ ტრაგიკული პირობა, მაგრამ აი 21 საუკუნის მაყურებელს ტრაგიკული სპექტაკლებისა და ტრაგიკული სანახაობისა აღარჯერა იმდენი ტრაგედიები ხდება. შესაბამისად, ვიციოხე იმითი რომ ეს რაღაცა დააფიქსიროს, შეინახო ისტორიას და გადაარჩინო არა მოხმარების საგნად, არამედ წაკითხვის საგნად. მოვა უკეთესი მკითხველი, წაიკითხავს ამას, გადაიქცევა რაღაც სხვა ტექსტებად. ასე გადადიან რეალობები ტექსტურ რეალობაში, ტექსტურ სივრცეში. სამგანზომილებიანი, ოთხგანზომილებიანი აკრიტული სივრცეები და იდეები წერილობაში, ანუ ლიტერატურაში. პირიქით ძალიან კარგი მოსასმენი პიროვნება გამდები და მე პლანეთათვლი რომ ეს იყო შანსი საზოგადოებისთვის რომ რაღაცა სხვანაირად შეეხედა დაეფასებიათ და როგორც მარიტა მოიცილეს არა კარგი ესეთი სილამაზის სიმბოლო და ძიერების და სიხარულის ამ კუთხით უნდა გადაფასდეს რაღაცები საზოგადოებაში და არ გავაკეთოთ, არ ჩავიდინოთ ესეთი რაღაცა, რომ ჩვენი ხელით არ მოვიცილოთ ის ფასეულობები და ის იმედრები, რაც შექმნეს ჩვენმა. ძალიან მაგარი პარადიგმა გამოიყენა. სამწუხაროდ აი ეგეც საჩუქარი ვითვლია.